ტურნირი, რომლითაც უნდა იამაყოთ. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბოლო მატჩი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. შედეგის მიუხედავად საერთაშორისო პრესა წერს, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა 4-ვე თამაში წარმატებით იასპარეზეს და გულშემატკივრის გული მოიგეს. ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს ეხმაურებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. დიპლომატიური კორპუსი მადლობას უხდის ფეხბურთელებს თავდაუზოგავი თამაშისთვის და მათ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს. დათუნა კობიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და ის უფრო დეტალურად გაგვაცნობს გამოხმაურებებს. გისმენდავთ. ფაქტია, რომ ევროპის ჩემპიონატზე 4 წარმატებული მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატების შესახებაც და მიუხედავად გუშინდელი მარცხისა, მთელი მსოფლიო მედია წერს, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეძლო და მოიგო არამხოლოდ ქართველი გულშემატკივარის, არამედ მთელი მსოფლიოს გულიც და მნიშვნელოვანი ფაქტია კიდევ ერთი, რომ მთელი მსოფლიო მედია წერს საქართველოს წარმატებაზე. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ფაქტია ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატება არ ახარებს და რომლის ტელეარხებიც და მედიაც ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატების შესახებაც არაფერს წერს, ეს არის რუსული გამოცემები და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია ისიც, რომ საქართველო-პორტუგალიის ისტორიული მატჩი ერთ-ერთმა რუსულმა ტელეარხმა 30 წამის დაგვიანებით აჩვენა და ამის მიზეზი გახდა ის ცნობილი შეძახილი, რომელსაც ხშირად იყენებენ ქართველი კომაგები და ნებისმიერი ქართველი და რომლითაც მასხრად იგდებენ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. ტურნირი, რომლითაც უნდა იამაყოთ. საქართველო გერმანიას ტოვებს, მაგრამ სადებიუტო დიდ ტურნირზე გასვლის შემდეგ ოპონენტების პატივისცემას იმსახურებს. ის ფაქტი, რომ ესპანეთს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად 2 დამატებითი დღე ჰქონდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში 10 ცვლილების შეტანა შეეძლო, ასევე აჩვენებს, რომ საქართველო უფრო დაიღალა. თუმცა მათი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩნენ იმით, რაც დაინახეს და მატჩის დასრულების შემდეგ საკუთარ ადგილებზე დარჩნენ, რათა ქართველი მოთამაშეებისთვის ტაში დაეკრათ. საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა ამ ტურნირზე იმისთვის, რომ მათი ფანები ამაყები იყვნენ. საქართველოს მთავარ ევროპულ ტურნირზე დებიუტით უნდა იამაყოს. აუთსაიდერმა საქართველოს ჩვენი გული მოიგო. მამაცი საქართველო ტოვებს ევრო 2024-ს, თავიანთ პირველ ევროპის ჩემპიონატს. საქართველოს ევრო 2024-ზე შოუ დადგა მოუთმენლად ველი მათ ხილვას შემდეგში. მსოფლიო მედიასთან ერთად ჩვენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდიან და წარმატებებს უსურვებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, მათ შორის დიპლომატები სხვადასხვა ქვეყნიდან წერენ ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების წარმატების შესახებ და აღნიშნავენ, რომ მილიონობით გულშემატკივართან ერთად ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს და მთელი მსოფლიოს და მსოფლიო გულშემატკივრის ყურადღებაც დაიმსახურეს. გვეამაყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტი UEFA ევრო 2024-ზე. თქვენ მოუტანეთ სიხარული და ღირსება საქართველოს და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივართა გულები მთელ მსოფლიოში. გმადლობთ შესანიშნავი ასპარეზობისთვის. ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში. პატივისცემა საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე. თავები მაღლა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა შეძლეს და მთელი მსოფლიო აალაპარაკეს ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებზე, მათ შორის მათ კომაგებზეც და მათ ნამდვილად შეძლეს წარმატების მოპოვება, ფაქტია, ამ ევროპის ჩემპიონატზე.